კლავაც ბერლინში ვართ, მეგობრებო, ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ივაქიმ ერიძე. რომელი მხრიდან მოვიდეთ? გვირგვინები რო აქვს ჩამოდგმული? ხესთან ვარ, იმასთან ვარ, ამასთან ვარ, თან ვერ ვიყავ. A5-ში ვდგავარ და F2-ში მოდი. ივა, მე დავუშვი შეცდომა წარდგენის დროს. მეც ალბათ პროპაგანდის მსხვერპლი ვარ. როგორ მუშაობს პროპაგანდა? ხალხს გონია რომ მე არ შემეხება, ვისაც არ განათლება იმას ეხება. ბერლინში გადმობარგების ამბავს მოგვიყევი. ვაიმე. დღემდე არ მაქვს შეგრძნება რომ ჩამოვედი. შენ რა განცდებით ხარ? უცებ ისეთ თავისუფლებაში აღმოჩნდი, რომ მე თვითონ უნდა დავიწესო რაღაც ჩემი საზღვრები და ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული. ვა, რა საინტერესოა. ვიღაცებს ურჩევნიათ, რომ ვიღაცამ ჩაკეტოს აქედან ან იქიდან, იმიტომ რომ თვითონ ვერ შვება ამას. ანუ გამოდის, რომ სადღაც 300 ადამიანში ხარ ერთ-ერთი შენ. ვგრძნობ, რომ უკან დასახები გზა არ მაქვს. სინდისი ქენჯნა. სინდისი მოდის ეგრევე და მქენჯნის. შენს მომავალს რა ადგილს უკავშირებ? უკვე აღარ ვიცი. საერთოდ რამეზე ლაპარაკს რა აზრი აქვს. ვინც შედარებით მოშორებით ხარ ტერიტორიულად? ბევრად უფრო პესიმისტურად ხარ ვიდრე მე. 3 წელი ველოდებოდი რეჟისორს, რომელიც ჩამოვიდა და ჰოლივუდიდან წამიყვანდა და მოვიგებდი ოსკარს და ასე შემდეგ. თემურ ჩხეიძის სახელოსნოზე რა თქმა უნდა ცალკე ვისაუბრებ. ვაიმე. არ გაქვს მაგაზე პასუხი? ტვინი არის რაღაც ხმაური, რომელიც უნდა ხშირ შემთხვევაში ჩავახშოთ და ჩვენს შეგრძნებებს უნდა მივყვეთ. ეგ საინტერესო პასუხია, რაც მითხარი. წარმატებას შეხვდით მშვიდათო. არ მიუტოვები არასდროს არავინ. შეიძლება 300 კითხვა გქონდეს მომზადებული, მაგრამ პირველივე შეკითხვის მერე აღმოაჩინო, რომ ბევრად უფრო საინტერესო ადგილას მიყავ ხარ რესპონდენტს და თუ ჭკუა გაქვს უნდა გაყვე. და არც ერთი კითხვა არ დასვა საერთოდ იმ 300-დან.